გაგლოცეთ. ადი დაწავება. მამო, აი ხშირად ხდება ხოლმე რომ ადამიანები ერთმანეთს ახსენებენ წარსულს. აი ამდენად შეიძლება ამის შეხსენება, ან რა შეიძლება რომ შევახსენოთ და ჩვენ თუ უნდა გვახსოვდეს ჩვენ წარსულში ჩადენილი ან ცოდვები ან რაღაცა ტკივილი. წარსულის გახსენებას ქვია განკითხვა დავადებული უმეტესობა. აი მონასტერშიც კი ზოგი მუდმივი წევრია და ვეთავისუფლება განკეთვისგან და ძირი რა არის? ადამიანები ვერ ხედავენ ცოდვას, მაგრამ მონასტერში ვინც ცხოვრობს, თქვა რომ ცოდვას ვერ ხედავს, არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ისინი აღსარებას ამბობენ. მაგრამ გონებით იციან ცოდვები წარსულისა და გულამდე რო არა გული რო არ ტირის, მე ადამიანი ადვილად განეკითხავს სხვას. და ესე იგი რა არის საჭირო? ღმერთს ვთხოვოთ, თუ ჩვენს განკითხვაში ვართ, თუ წარსულს ვხსენებთ და ამაში მასმედიაც გვეხმარება, სკამების გამო ხდება ბრძოლა და ესე იგი პოზიცია ვხსენებთ წარსულს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ოპოზიცია პოზიციას და ამით ეს რატო ხდება? ამიტომ რომ საკუთარი ცოდვების ხმა, როცა ერისხალს რა უთხრა, როცა ვხედავ რომ აი მე ბევრი მონასტერში მე ერისხალს დავყვებოდი. ერთი 20 წლის უკანავება და სხვადასხვა მონასტერში მიმიღია აღსარებები და ერთი ასეთი კუთხება იყო პატრიარქისგან, რომ ერისხალს დავყვებოდი ერთი აღსარებით, ესე იგი ეზიარებოდა ხალხი და უმეტესობა დაავადებულია განკითხვით. ერთმანეთისადმი ეს რა ხდება, ეს რატო ხდება კიდე? ერთი რომ ჩვენ ცოდვას ვერ ხედავ, მეორე კიდე რომ ხელა ამ წელს აქვს მოცემული მოქმედების თავისუფლება და როცა ადამიანი განეშორება ცოდვას, გარეგნულად, ხურდობას, ყაჩაღობას, რუშობას, ბოროტს ადარჩენია ჩაგადოს განკითხვაში. იმიტომ რომ მაგის მიზანი რა არის, რომ გარდაცვალების შემდეგ უნდა მოხდეს სამოთხეში. იმიტომ რომ როგორც განეკითხავ, ისე განეკითხები, როგორც აპატიები, ისე გეპატიება. ეს არპატიება საიდან მოდის? ამპარტავნებიდან. ეს ამპარტავნება როდის გაქრება ჩვენში? როცა არამარტო გონება მისცეს საკუთარი ცოდვები, არამედ როცა გული ატირდება. მეტ მაგნას რომ გული ცინანული მოქცეს ღმერთმა. და ჩვენ როგორ უნდა გვახსოვდეს, მამა, აი შეიძლება რომ ერთი და იგივე მაგალითად ძიმე ცოდვა, რომელიც მოინანიე, რომ გახსოვდეს, უბრალოდ შეიძლება ტკივილათაც და რაღაც არ დადგექცეს? არა, საერთოდ საკუთარ ცოდვებზე წოხილი დატირილი კარგია. მაგრამ ვიმედობა არასწორია მას შეხსენება საკუთარი თავისა, რატომ არ საჭირო? იმიტომ არ საჭირო რომ ადამიანი როცა გარეგულად არ ცოდავს, ადვილად ვარდება ამპარტავნებაში და საკუთარი ცოდვების გახსენებით თუ ისეთი რამე დაგიშავებია. ესე იგი ის გაქრება ის ამპარტავნება. იმიტომ რომ ყველა ძირი მიზეზი განკითხვისა, შურისა, სიძულვილისა, ადამიანის ესე იგი შეგონია რომ კარგი ხარ. აი დაუშვათ მე ვარ ქართველი და განვიკითხავ რუსს, იმიტომ რომ აი რუსი მე ჩაგრავს. 200 წელი ჩაგრავდა და მაგრამ ხშირად იჩაგრებოდი შენ თურქებისგან, ირანელებისგან, მონღოლებისგან და თუ მოწმე ხარ და მაზიარებელი ხარ, პასუხი ბიბლიაში ეძი. ყველაფერს საერთოდ პასუხი უნდა ვეძოთ სახარებაში, თვითმაში. იქ წერია. თმა არ დავარდება და ბევრად შემორდება, ჩემი ნება თუ არ იქნება. და თუ იყავი მონობაში, იმიტომ ვიყავი რომ განშურებული ვიყავი, რომელიც აი დღევანდელი დღე ავიღოთ. ქართული ადამიანები ბოდობით წამლით. დაუჯახებულების 70% დაშორება. სამხოში ჩანს ვისი შვილები ვართ, დროის მოდის თუ ღმერთის დროის და მოდის. აბორტით ერთ-ერთი პირველი თემსოფლიოში და ენაზე ქრისტიანობა როცა მარტო ენაზე აქ და განშურებული ვართ, მეტი უშვებს კომუნიზმს, მეტი უშვებს დაჩაგვრას. არა იმიტომ რომ ღმერთს არ უყვარს ადამიანი, პირიქით. ციხეში მოგდრა სიმსივნე, ომი, ადამიანს აფხიზებს, ამდენს უთქვია ჩემისო, აი რამდენი ხართო ბერები, ომლები აფხაზეთთან და ტკივილმა გააკეთა. შეიძლება ომი არ იყოს, ტკივილი არ იყოს და წახვიდე შენი ცხოვრები ჯოჯოხეთში და ტკივილი და გასაცდელი კიდე აფხიზებს ადამიანს. დიდი მადლობა. დაგვრცობთ.